სახელმწიფო ფერმერებს თხილისა და ატმის ბაღების გაშენებაში ეხმარება. Როგორ უნდა ისარგებლოთ პროგრამით, თემაზე ვრცლად ვისაუბრებთ პარლამენტში დელეგატის ბიუროს წარმომადგენელ ილია საყვალიშვილთან ერთად. ილია, გამარჯობა, მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მოგესალმებით, ნინო, მივესალმები თქვენს მაყურებელს, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტუდიაში მოწვევისთვის. დიახ, სწორად ბრძანეთ თქვენ, სახელმწიფო უკვე 10 წელია, ანუ 2015 წლიდან სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახორციელებს არაერთ პროგრამას და განსაკუთრებით ეს ეხება თითქმის ყველა სფეროს, იქნება ეს თქვათ ხეხილის გაშენება, საირიგაციო სისტემის მოწყობა, მოსავლის აღების ტექნიკის შეძენაში დაფინანსება თუ ნებისმიერი სხვა სახის და მიმართულებით მუშაობს არაერთი. აი კონკრეტულად როგორ ეხმარება სახელმწიფო ფერმერს რომ გააშენოს თხილის ბაღები? კი ბატონო, დავიწყოთ მაშინ თხილის ბაღებით და მიმდინარე პროექტებზე ვისაუბრებ, რომელიც ამ ეტაპისთვის არის და რომელსაც ჩართვაც შეუძლიათ და აქტიური არის. ზოგადად სახელმწიფოს დახმარების პრინციპი არის მარტივი, ზოგან არის იაფი აგროკრედიტის მიმართულება და პროგრამა, ზოგან არის საგრანტო მიმართულებით, ანუ საერთო საინვესტიციო მოცულობა რაც არის კონკრეტულად განსახორციელებელი მის თანადაფინანსების წილში შემოდის. რომ განუმარტოთ მაყურებელს რას ნიშნავს? დეტალურად ავხსნი ამ ყველაფერს, დავიწყოთ თხილის გაშენების პროგრამიდან, რომელიც ახალი პროგრამა არის. ეს ითვალისწინებს ჰექტარზე 500 ლარიანი დახმარებას ფერმერისთვის, ოღონდ ფერმერებმა, რომლებსაც აქვთ თხილის მეურნეობა და პლანტაციები, აუცილებლად უნდა გაიარონ რეგისტრაცია ერთიან ეროვნულ კადასტრში, როგორც ეს ვენახებში კეთდება, თქვათ, აგივე ხდება, იმიტომ რომ მოხდეს თხილის პლანტაციების ზუსტი აღრიცხვა, მოგეხსენებათ, თხილი უფრო დასავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელი კულტურაა, ვიდრე აღმოსავლეთში და ის ახლა იყიდებს ფერს. შესაბამისად, ეს 500 ლარიანი ჰექტარზე დახმარებაც არის ესეთ ჯერჯერობით მასტიმულირებელი სიმბოლური, თუმცა ვიცი რომ ამ პროგრამის მიმართულებით კიდევ იგეგმება სიახლეები და უფრო გაზრდა და გაფართოება. მთავარი არის რომ დასრულდეს ახლა ერთიანი კადასტრის მონაცემების დამუშავება, რომ ზუსტად იცოდეს სახელმწიფომ კონკრეტულად აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის გურჯაანის მუნიციპალიტეტში რა რაოდენობის თხილის პლანტაცია გაშენებული და რა რაოდენობით შენდება. შესაბამისად, ამის შემდეგ ამ პროგრამის მეშვეობით უფრო დაიხვეწება. ვინ უნდა ისარგებლოს ამით, რა თქმა უნდა, მათთვის რაც აქვთ თხილის მეურნეობას, ამისაც მისდევენ ამ კულტურის გაშენებას და ვისაც ეს აქვს, მიმართულება უნდა მიიღონ. არის გურჯაანის მუნიციპალიტეტში გახსნილი სოფლის განვითარების სააგენტო საკონსულტაციო საინფორმაციო ცენტრი, შეუძლიათ მათაც მიაკითხონ და უბრალოდ მან უნდა მივიდნენ, იმიტომ რომ ზეცად წარმოსადგენია ტექნიკური სახის დოკუმენტაციები, თქვათ, ნაკვეთის მონაწილე საჯარო რეესტრიდან დაწყებული და ასე შემდეგ და ტექნიკური სახის დოკუმენტებია მისატანი, რის შედეგადაც უკვე ახალგაზრდა დაეხმარებიან შესაბამის პროცედურაში და აი თუ ფერმერს აქვს სურვილი რომ ახლა გააშენოს თხილის ბაღები, ამ შემთხვევაშიც თუ მიიღებს დახმარებას? არა, ამ შემთხვევაში არა, იმიტომ რომ ეს უკვე გაშენებული ფერმერებისთვის არის, გააშენებს. ამ შემთხვევაში თხილის კუთხით შეუძლია ისარგებლოს დანერგომომავლის პროგრამით, სადაც 70% ღირებულებას ნერგებს დაუფინანსებს სახელმწიფო, ხოლო წვეთოვან სარწყავ სისტემის მიმართულებით 50%-ს დაუფინანსებს სახელმწიფო. აქ უკვე მეორე პროგრამა ერთვება, ეს უკვე არსებულებისთვის არის, ვინც უკვე უვლის ეს პროგრამა შექმნილი, ვისაც უკვე აქვს, რომ მას ის დანახარჯები, რაც კონკრეტულად წლიდან წლამდე, ესე ვთქვათ, მოსავლის მოსაყვანად ჭირდება, რაღაცა მცირე დოზით შეუმსუბუქოს და ეს 500 ლარიანი დახმარება ერიცხება აგრო ბარათებზე, რომელსაც შეუძლიათ გაანაღდონ, თქვათ, შეიძინონ ნებისმიერი სახის პესტიციდი იქნება თუ სხვა სახის მომსახურება, რაც დაჭირდებათ. ხოლო ის, ვინც ახლდა ნაპირებს, ამისთვის არსებობს დანერგომომავალი. დანერგომომავალი უკვე 2015 წლიდან არის აქტიურად ჩართული და ჯამში რომ ავიღოთ სტატისტიკა და ჩავხედოთ საერთო მოცულობის კუთხით ამ პროგრამის მეშვეობით, მხოლოდ ამ პროგრამის მეშვეობით, ხაზგასმით ვამბობ, 542 ჰექტარზე მეტი არის ბაღი გაშენებული, აქ შედის როგორც ვთქვათ, კენკროვანი, კურკოვანი, მათ შორის თხილიც და კაკალიც რასაკვირველია. და საერთო საინვესტიციო მოცულობა მხოლოდ სააგენტოს დაფინანსების კუთხით გამოყოფილი აქვს 3.200.000 ლარამდე დაფინანსება, ხოლო საერთო ერთიანი ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 5.575.000 ლარზე მეტ. რაც 10 წლიან პერიოდში დამეთანხმებით, რომ მხოლოდ ერთი პროგრამით გაცემული თანხებიდან საკმაოდ კარგი ციფრი და მაჩვენებელია. მე ხარ წამოგიღეთ სტატისტიკური ინფორმაცია, რომ გავაცნოთ ჩვენს მაყურებელს კონკრეტულად რომელი მიმართულება არის გურჯაანის მუნიციპალიტეტში უფრო მოთხოვნადი და აქტიური
ეს პროგრამა აერთიანებს არამხოლოდ ენერგიების დაფინანსების კუთხით და ბაღების გაშენების კუთხით, არამედ ეს აერთიანებს ამავდროულად რასაკვირველია სანერგო მეურნეობების კომპონენტსაც, ანუ ვისაც სანერგო მეურნეობების გაკეთება უნდა, აერთიანებს წვეთოვანი სარწყავი სისტემის გაშენების კომპონენტსაც, აერთიანებს ჭაბურღილების მოწყობის კომპონენტსაც და ამ შემთხვევაში აერთიანებს კიდევ სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების კომპონენტსაც, თუმცა ვიცით ეს ბოლო პროგრამა სამწუხაროდ არ არის აქტიური მოთხოვნარი არსებული. საკმაოდ ძვირიჯდება. ხო, ძვირიჯდება და არსებული დაფინანსების თემა საკმაოდ მცირეა და ამ მიმართულებით სამუშაო არის, რა თქმა უნდა, იმედი მაქვს რომ ამ კუთხით დაიხვეწება უახლოეს პერიოდში. დანარჩენ შემთხვევაში აქტიურად რაც მუშაობს, აგერ არის, ყველაზე დიახ, აი მოთხოვნა გაიზარდა ატმის ბაღების გაშენებაზე, ხო? და აი რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ფერმერი რომ ჩაერთოს ამ პროგრამაში? ატმის ფასიდან გამომდინარე, მოგეხსენებათ რომ ატამს ერთი პერიოდი კრიზისული პერიოდი ჰქონდა, როდესაც ჭირდა მისი რეალიზაცია, იქიდან გამომდინარე რომ არ იყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა განვითარებული, რაც ლოჯისტიკურ სერვისს აწყობდა და მისცემდა შესაძლებლობას რომ ექსპორტიორებს უფრო ნაკლები დანახარჯით და ნაკლებ დროში მოეხდინათ მოსავლის რეალიზაცია და გატანა ქვეყნიდან. თუმცა სამაცივრო მეურნეობების განვითარებამ და გაზრდამ ამ რაოდენობის ატმის ფასი რა თქმა უნდა იმოქმედა და დაასტაბილურა შესაბამისად კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და სამაცივრო მეურნეობებზეც პრევატ მოთხოვნებიც იზრდება და კიდევ ცოტა არის დაკმაყოფილების კუთხით. ეხლა კრიტერიუმებს რა შეეხება? დაანერგება მომავალს აქვს თავის კრიტერიუმები. ძირითად კრიტერიუმებს ვიტყვი, რა თქმა უნდა, დეტალური ინფორმაცია არის სააგენტოს ვებგვერდზეც, შეუძლიათ ნახონ, თუმცა იმ მნიშვნელოვან ნიუანსებს ვიტყვი, რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს. პირველი და მთავარი ნიუანსი არის, რომ ფართობი ზომა. მინიმუმ უნდა ჰქონდეს ფერმერს ერთ საკადასტრო კოდზე 9 ჰექტარი და ზევით მიწა. ანუ ვისაც აქვს მცირემიწიან ფერმერებს რომ მეძახით, ვისაც 9 ჰექტარი და ქვემოთ აქვს, მათთვის რა თქმა უნდა ხელმისაწვდომელია ეს პროგრამა. თუმცა ვისაც 9 ჰექტარი აქვს და ალბათ დამეთანხმებით რომ ამ ტიპის ზომის ფართობი ითვლება ის მინიმალურ ამოსავაწეტრიათ, ვისაც შეიძლება რომ ფერმერი ეწოდოს. დანარჩენი უფრო შიდა მეურნეობების ფართობებზეა საუბარი, ვისაც ცოტა აქვს. ამავდროულად კიდევ უნდა იყოს აკმაყოფილებდეს ბენეფიციარი შემდეგ კრიტერიუმებს, რომ აუცილებლად 500 მეტრის რადიუსში უნდა იყოს სარწყავი სისტემა, მოგესალმებათ რომ თანამედროვე ბაღების გაშენებას, ისევ როგორც ეს ევროპული სტანდარტები მოითხოვს და ზოგადად სადაც განვითარებულია სოფლის მეურნეობა, ყველა სტანდარტი ასეა. დღეს ახალი ბაღები აღარ შენდება წვეთოვანი სარწყავი სისტემის გარეშე. მოგესალმებათ რომ კახეთი და ჩვენი მხარე მშრალია და გვალვიანია, შესაბამისად როდესაც ბაღი შენდება, ხშირ შემთხვევაში ფერმერების ინვესტიცია გადმოდის ხოლმე წყალში გადაყრილი. ამიტომ რადგან სახელმწიფო ფული იხარჯება, სახელმწიფოს ერთ-ერთ დაზღვევ კომპონენტად უდის ზუსტად ეს კრიტერიუმი და ჩემი აზრითაც ძალიან სწორია, იმიტომ რომ ეს მრავალწლიანი ძირითადად რაც ფინანსდება ამ პროგრამის მეშვეობით მრავალწლიანი კულტურული ჯიშებია და როდესაც ჩვენ მრავალწლიანზე გვაქვს საუბარი, აუცილებელია ყველანაირი სახის დაზღვევა ჰქონდეს და მათ შორის სარწყავი სისტემით, რომ არა მხოლოდ წყლის მიწოდება, არამედ ამ წვეთოვანი სარწყავი სისტემით მიაწოდონ მინერალების და საკვები ნივთიერებებიც, რაც კონკრეტულად თითოეული კულტურული ჯიშს შეიძლება დასჭირდეს. შესაბამისად, ამ ორი მთავარი კრიტერიუმის არსებობის შემთხვევაში ხდება პროცესი შემდეგნაირად. ძირითადად ყოველი წლის იანვრის დასაწყისში ხდება ამ პროგრამის გამოცხადება, პირველი ეტაპი და შემდეგ ხდება მეორე ეტაპი. ახლა მიმდინარე არის მეორე ეტაპი. პირველი ეტაპისთვის ფერმერმა აუცილებლად უნდა მოამზადოს თავისი ნიადაგი შემოდგომით, უნდა მოიხნას მინიმუმ 40 სანტიმეტრის სიღრმეზე და დამუშავდეს ეს კონკრეტული ფართობი ტერიტორია. შემდგომ უკვე, როდესაც გამოცხადდება ეს კონკრეტული პროგრამა, აუცილებელია უნდა მიმართოს სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს, ჩვენთან არის გურჯაანში და შეუძლიათ მოვიდნენ. ჭირდებათ, რა თქმა უნდა, ნიადაგის ანალიზის ჩატარება, მოგეხსენებათ, როდესაც მიმართავს უკვე ბენეფიციარი სააგენტოს, შემდეგ უკვე სააგენტო მოსთხოვს ამ დოკუმენტებს, ერთ-ერთია ნიადაგის ანალიზი, რომ ვარგისი იყოს, რასაკვირველია იმ კონკრეტული კულტურისთვის, რასაც ის აშენებს. შემდეგი პროცესი უკვე არის სააგენტოს თანამშრომლის მისვლა და ადგილზე დათვალიერება და დოკუმენტაციის წარმოდგენა, რომ სხვადასხვა მათ შორის ამ მონაწილე საჯარო რეესტრიდან ამ ნიადაგის ცნობა და ასე შემდეგ.
და შესაბამისად ამ კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემდეგ ხდება უკვე გაცემა სააგენტოს მიერ თანხმობა, რომ ეს კონკრეტული ადამიანი ჩაერთოს დაფინანსებაში. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ კონკრეტული ენერგიების შეძენის შემთხვევაში ბენეფიციარი ვერ ისარგებლებს და ვერ იყიდეს იმ ბენეფიციარისგან, ვისგანაც იმ კონკრეტული გამყიდველისგან თვითონ ვისანაც მოუნდება, ხო? ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა იყოს ენერგზე გარანტიის გამცემი და აქ არის საუბარი სანერგე მეურნეობებიდან შეძენაზე, მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება დაფინანსდეს, იქიდან გამომდინარე, რომ მოგხსენებათ გარანტია უნდა მოსდევდეს იმას, რასაც იყიდეს თითოეული ფერმერი. რა რთული პროცესი ყოფილა, ხო, ეს ყველაფერი? ეს რა, ერთი შეხედვით ცოტა რთული შეიძლება ჩანდეს და ბიუროკრატიული, მაგრამ საერთო ჯამში რთული არაფერი არ არის. ერთი ეტაპი არის მოკლედ რო შევაჯამოთ საბუთების მოგონება, რასაც ერთი დღე უნდა დაახლოებით, იმიტომ რომ არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ ჭირდება, მის ნაკვეთიდან დაწყებული ეს არის. მეორე ეს არის უკვე რაც დროში იწელება ხოლმე, ნიადაგის ანალიზის გაკეთება არც ძვირი არ ჭდება და მარტივად არის შესაძლებელი. ეს ხარჯი ვინ უნდა გაიღოს თვითონ იღებს ეს ხარჯი თვითონ ბენეფიციარის გასაღებად, თუმცა ხარჯები ძალიან მინიმალური ხა საბუთების და დოკუმენტების მოძიებას იგი ხარჯები არ არის. და მე როგორ ეხმარება, რა თანხით ეხმარება, ხო? აი ნახეთ როგორ ხდება, როდესაც უკვე ბენეფიციარი კონკრეტულ სანერგე მეურნეობასთან, მათ შორის უცხოეთთანაც არის შემოტანის უფლება აქვს, თუ მაგალითად აქ არ იშოვება ის კონკრეტული ენერგი და ან ვერ გასცემს კონკრეტული სანერგე მეურნეობა ჯიშზე გარანტიას, მას აქვს სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანის და აქაც თავის წესები და კრიტერიუმები არის გაწერილი. უბრალოდ აქ ნიუანსი გასათვალისწინებელი არის, რომ როდესაც შეთანხმებას მიაღწევთ, ამ შემთხვევაში კონკრეტულ სანერგესთან, კონკრეტულ სანერგეს სახელმწიფო გადაუხდის იმ ღირებულების, ანუ კონტრაქტი რო შედგება და რომელსაც გაფორმდება, ამ კონტრაქტის ასლი იგზავნება სააგენტოში და სააგენტოს საერთო ჯამი რაც დაიწერება ბოლოში ციფრი, ამ ენერგიების შესაძენად 70%-ს დაუფარავს იმ კონკრეტულ სანერგე მეურნეობას, ასე რომ ფული როგორც ასეთი რო ბენეფიციართან ხელზე მივიდეს და ანგარიშზე, ესე არ ხდება. საინტერესო ასევე თუ გვაქვს სტატისტიკური მონაცემები, რამდენმა ფერმერმა ისარგებლა ამ პროგრამით. რა თქმა უნდა, მე წამოვიღე ეს ინფორმაცია, რომ ჩვენს მაყურებელს უფრო გავაცნოთ. ამიტომ ჩავიხედავ, რომ არ გამორჩეს ეს ციფრები. საერთო ჯამში 2015-დან 2025 წლამდე 87 ბენეფიციარი არის ამ შემთხვევაში, რაც გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან, საერთო ფართობი 552 ჰექტარია, საერთო მოცულობა ინვესტიციის ეს არის 3.177.728 ლარი და საერთო, ანუ ეს სახელმწიფოს მიერ გაცემული, ხოლო უკვე სახელმწიფოსთან ერთად ბენეფიციარის დახარჯული თანხა ჯამში 6 მილიონ ლარამდე არის. ყველაზე მოთხოვნადი ამ შემთხვევაში, ანუ აქტიური დარგი ამის არის კაკლის გაშენება, სადაც 313 ჰექტარია გაშენებული, საერთო. მე რატომღაც ატამი მეგონა. არა, ატამი არ არის, თქვენ წარმოიდგინეთ, ყველაზე პოპულარული არის კაკალი, გასაგები მიზეზებისთა გამო კაკლის კულტურა გამძლეა, მდგრადია და მუდმივად სტაბილურ შემოსავალს იძლევა, ბევრი დანახარჯი არ აქვს და შესაბამისად ცოტა გრძელვადიანი ინვესტიცია კი არა, მაგრამ სამაგიეროდ ეს ყველაფერი გამართლებულია ამ დროში. ეს ინვესტიცია, ამიტომ ეს არის ყველაზე პოპულარული. კაკლის შემდეგ რა არის? კაკლის შემდეგ მოდის ყველაზე აქტიური რაც არის, ეს არის ნუში, რომელიც მოთხოვნა ბოლო პერიოდში იზრდება. საერთო ფართობი ამ პროგრამის მეშვეობით 50 ჰექტარამდე არის გაშენებული და ნელ-ნელა ნუშის კულტურა უკვე პოპულარობას იძენს. ყველაზე ცოტა ალუჩა არის 1 ჰექტარამდეა ნასარგებლები. ასევე აქტიურია ქლიავის მიმართულება, ტყემლის მიმართულება, ფსტა და ალუჩი არის ყველაზე ცოტა 2 ჰექტარი ფსტა არის, 1 ჰექტარი ალუჩა არის, ყველაზე ცოტა ინვესტიცია. რაც შეეხება აი ატმის კულტურას, წვეთოვანი სარწყავი სისტემების კუთხით, ატამი პირველ ადგილზეა, რა თქმა უნდა. შესაბამისად, ვინც გააშენა და ისარგებლა, ასაც აქვს ატამი გაშენებული და სარგებლობს, დაჭირდება ეს საირიგაციო და სარწყავი სისტემები, ზუსტად ატამი და გარგარი არის პირველ ადგილზე, რომლებიც სარგებლობენ ამის ფერმერები, რომელსაც ყველაზე მეტი აქვს ამ შემთხვევაში, პირველ ადგილზე და ბოლო ადგილზე კი არის ტყემალი, მოგეხსენებათ ტყემალი გამძლეა. მადლობა დიდი ასეთი ამოუწურავი ინფორმაციის
მოწოდებისთვის და ალბათ შეუძლიათ დელეგატის ბიუროსაც დაგიკავშირდნენ, ხო, თუ დააინტერესებთ ამ პროგრამების შესახებ მიეწოდოთ ინფორმაცია. ჩვენ ტრადიციულად ვაგრძელებთ საკონსულტაციო მომსახურებასაც და ტექნიკურ დახმარებასაც, ასევე შეუძლია დაუკავშირდნენ, რა თქმა უნდა, სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს და ვისარგებლებს შემთხვევით და მადლობას ვუხდი ამ სტატისტიკური ინფორმაციის მოწოდებისთვის გურჯაანის სააგენტოს, რომელმაც მოგვაწოდა ეს საინტერესო ინფორმაცია და ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ, გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ამ სააგენტოსთან ერთად, მათთან ერთად არაერთი პროექტი გავუკეთებია, მათ შორის მოსახლეობასთან აღჭრიად გავსვლათ და შესაბამისად მზად ვართ, რომ ერთიც და მეორე მხარეც ჩართულები ვიყოთ ჩვენი მოსახლეობის დასახმარებლად, რომ მაქსიმალურად აითვისონ ის რესურსები, რაც არსებობს დღესდღეობით. დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ. მადლობა თქვენ.